იგებნებ ბრძოლებს ხდება შესაძლებელში ეგრე. ამიტომ გამარჯვებისკენ მივდივართ ყველა. სწორედ ამ გამარჯვებისკენ იარა რთული გზა გაიარა ილია თოფურიამ, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. არ ვიცი, აქ ამერიკაშიც არ არსებობს გამოცემა სპორტული, არ არსებობს ვიდეო პორტალი სპორტული, რომელიც არ საუბრობს ილია თოფურიას რაღაც საოცარ მაგიურ ძალაზე და გამარჯვებაზე, რაც ჩვენი ქართველების, რა თქმა უნდა, ჩვენი საქართველოს დიდი სიამაყე და დიდი სიხარულია. დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ სპორტსმენს. ილია თოფურიაც დაუწყებ. მერაბ დვალიშვილი იყო ამ დღეში, ასევე ჩემი მეგობარი, არაჩვეულებრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მშრომელი, მართლა მიზნისკენ მებრძოლი ადამიანი, რომელსაც სამხელად წარმატებას მიაღწია და მე მინდა ჩემო ქართველებო, რადგან დღეს ორშაბათია და ჩვენი დილა ეხლა დაიწყო აქ თქვენთან უკვე საღამოა საქართველოში, ვინ საქართველოდან მიყურებთ. მაგრამ ყოველთვის დაიწყეთ კი მილიონი პრობლემით ვიღვიძებთ, რა თქმა უნდა, აქაც, მანდაც რაღაცა პასუხისმგებლობები, რაღაცა მოსაგვარებელი, რაღაცა გასაკეთებელი, მაგრამ არ უნდა დავეცეთ, არ უნდა დაუნებდეთ და უნდა მივაწვეთ ბოლომდე რა. ეს სიტყვებიც ჩემი ეს ლაივის თუ ერთ-ერთი мотиваცია იქნება, თუნდაც ერთი ადამიანისთვის ჩემთვის იქნება ძალიან დიდი სიხარული და არ ვიცი რა. სხვანაირად არ ხდება მეგობრებო რა. რაღაცნაირად მეც შეიძლება ძალიან ბევრ პრობლემას ვებრწვი, ძალიან ბევრი პრობლემა მაქვს გადასალახი ჯერ კიდევ ჩემს ცხოვრებაში და მაინც ვიღვიძებ და ვიწყებ ფიქრს იმით, რომ დღეს რაღაცა ერთი აგური მაინც უნდა დავდო იმ წარმატებისკენ. ხვალ კიდევ ერთი აგური უნდა დავდო, ზე კიდევ ერთი აგური უნდა დავდო. დიდი შრომის შედეგად, დიდი ნერვების ომის შედეგად, მაგრამ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს. არ უნდა გავჩერდეთ, არ უნდა დავიძინოთ, არ უნდა შევხედოთ მაგალითად სხვას ხელებში, რომ არ უნდა შეგშურდეს, არავისი, არასოდეს არ უნდა შეგშურდეს. ეს არის პირველი აქსიომა. პირიქით, გამოვიყენოთ სხვისი წარმატება ჩვენს мотиваციად, ჩვენს შემდეგ წარმატებად და მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი იქნება კარგად და ყველაფერი იქნება ისე, როგორც მინიმუმ რაღაცნაირად ჩვენს ფიქრებში არის ეს. იმიტომ რომ ეს ენერგეტიკა, რასაც ჩვენ ვასხივებთ და უშვებთ და ვიბრძვით ამ ენერგეტიკით, აი სამყაროში არსად არ იკარგება და სამყარო ამას ასე თუ ისე რაღაცნაირად იბრუნებს. აი შენ რო აქ იშრომე, ეს აქ უნდა დაგიფასდეს. შენ რო აქ იშრომე, შეიძლება დღეს არა, ხვალ არა, ზეგ არა, მაგრამ სადღაც გროვდება და სადღაც გიფასდება. არ იყოს ნიჰილიზმი, მეგობრებო. განწყობა ყოველთვის ამაღლებული, საბრძოლო, რომ ყველა შეგვიძლია რაღაცის გაკეთება. თუ ის ჩვენ ძალიან გვინდა და გვიყვარს. იგივეა ჩვენი ოჯახების მიმართ, ჩვენი შვილების მიმართ. ხო, ყველაფერს გავაკეთებთ ადამიანები, რომ ჩვენ შვილებს ლუკნაბური არ მოაკლდეთ, არ მოშივდეთ. შენ რაც გააკლდა ბავშვობაში, მე 90-იან წლებში გავიზარდე და დღემდე რომ ვფიქრობ, ჩვენი მშობლები როგორ ახერხებდნენ, რომ ჩვენთვის რაღაცა თუნდაც საკვები, თუნდაც რა ვიცი, ნებისმიერი ტანსაცმელი ან ყოფითი საშუალებებისთვის ესე ვთქვათ, მოეყარათ თავი, ეპასუხათ, გაეცათ ამ გამოწვევისთვის პასუხი. დღემდე მიკვრის და გაოგნებული ვარ იმ პერიოდში, როდესაც იყო სიბნელე, როდესაც იყო მენტალური სიბნელეც, უშუქობაც, რავი, გაჭირვება, შიმშილი, მაგრამ სიყვარული, мотиваცია, ბრძოლა იყო მაშინაც და არის დღესაც მეგობრებო, რისთვისაც ჩემს მშობლებს, ჩემი თაობის ადამიანებს ჩვენ მართლა ყველაფერი გამოვიარეთ. 30 წელია, 37 წლის ვარ და 30 წელია სულ რაღაცა გაუთავებელი ომი, პრობლემა სამყაროში, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საინტერესო და სხვისთვის რაღაცნაირად მაგალითი იმის, რომ წარმატება არსებობს. ესეთი მაგალითია დღეს ილია თოფურია, ესეთი მაგალითია დღეს ხვიჩა კვარაცხელია, ესეთი მაგალითია დღეს მერაბ დვალიშვილი, ესეთი მაგალითია დღეს ლაშა ბექაური სპორტული ოლიმპიური ორგზის ჩემპიონი, სპორტული ნაკრები ჩვენი, ასევე
ძიუდოსი და მომღერლები ასევე ჩვენი ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიო ვარსკვლავი რომელიც და კიდე ძალიან ბევრი რომ გავიხედოთ სამყაროში ხო ამ პატარა ქვეყნიდან ამ პატარა სამშობლოდან რამდენი ნიჭიერი ადამიანი არსებობს და როგორ ასე ვთქვათ ვასახელებს ჩვენს ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე ჩემზე არ არის საუბარი ამ შემთხვევაში საუბრობ იმ ადამიანებზე ვინც არიან ნამდვილად ღირსეულები და ნამდვილად წარმატებულები და მსოფლიო მასშტაბით აღიარებული სპორტსმენები თუ მუსიკოსები თუ ხელოვანი საზოგადოება. ხანჩელი ყავდა გია. ადამიანი რომელიც მსოფლიოს სამ კომპოზიტორში შედის. ენიო მორიკონე, ნინო როტა და გია ხანჩელი. წარმოგიდგენიათ აი რამხელა რაღაცას საუბრობ. ანუ ესეთი რაღაცები ძალიან პატარა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მე მინდა რომ ყველას დღეს ვისაც мотивация დაკარგული გაქვთ, ვისაც თითქოს გონიათ რომ ყველაფერი დასრულდა, თითქოს გონიათ რომ არაფერი აღარ იქნება, ხვალ ცხოვრება აღარ გრძელდება, მე თუ ამ პრობლემის წინაშე ვდგავარ, მე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებ და ხვალ ძალიან ხვალ აღარ იქნება ხვალინდელი დღე. ნუ ესე არ არის, მინდა გითხრათ პირიქით мотивაციად მიიღეთ ყველაფერი, мотивაციად მიიღეთ ილიას გამარჯვებაც, мотивაციად მიიღეთ ყველა ჩვენი სპორტსმენის წარმატება, ყველა წარმატებული ქართველის წარმატება, აიღეთ ისიც რაღაცის ისიც თქვენნაირად, ისიც იმ პირობებში, რა პირობებშიც ყველა უმრავლესობა ადამიანები შეიძლება დღეს ცხოვრობდეს, იმ პირობებში გაიზარდა, იმ პირობებში დაიწყო ფიქრი, იმ პირობებში დაიწყო მოტივირება, საკუთარი თავის მობილიზება, საკუთარი თავის დამენეჯმენტება, პირველ რიგში დავამენეჯმენტოთ საკუთარი თავი, რომ რაღაცისკენ ვიბურზვით, რაღაცა გვჭირდება, რაღაცა გვაინტერესებს, რაღაცა გვინდა და შემდეგ რა თქმა უნდა მოდის ის გამარჯვებაც, რომელიც შეიძლება ასე წარმოუდგენელი იყოს ყველასთვის მეგობრებო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს, გოგონებს და ყველას ვინც წარმატებას აღწევს და მეორე დღეს შემდეგ დღეებში არის მაგალითი სხვისთვის, სხვა ადამიანისთვის